არსებობს გლოვა, რომლისთვისაც არავინ გამზადებს. ის არ იწყება დაკრძალვით, არ არის კუბო, არ არის ცერემონია და არავინ გიგზავნის სამძიმრის ყვავილებს. ადამიანები, რომლებსაც გლოვობ, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ისინი შენს წინ, სადილზე მაგიდასთან სხედან, ტელეფონზე გირეკავენ, კედელზე დაკიდებულ ფოტოებიდან შემოყურებენ. და მაინც, თქვენ შორის რაღაც მოკვდა. შენ ამას გრძნობ. სახელს ვერ არქმევ, მაგრამ გრძნობ ზუსტად ისე, როგორც გრძნობ ოთახში შემოჭრილ სიცივეს, როცა ყველა ფანჯარა დაკეტილია. სამყარო და განსაკუთრებით ჩვენი ქართული საზოგადოება გამუდმებით ჩაქჩიჩინებს, რომ ოჯახი ყველაფერია, რომ სისხლი წყალზე სქელია, რომ საკუთარი სისხლ-ხორცის ერთგულება ყველაზე დიდი სათნოებაა, რაც კი ადამიანს შეიძლება გააჩნდეს. და უმეტესობა ამას უსიტყვოდ იღებს. მაგრამ კარლ იუნგი, კაცი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ადამიანის ფსიქიკის არქიტექტურის შესწავლას მიუძღვნა, მივიდა დასკვნამდე, რომელიც შეგაშფოთებს. მას სჯეროდა, რომ ფსიქოლოგიური გადარჩენის ყველაზე აუცილებელი აქტი, რომელიც ადამიანმა უნდა შეასრულოს, არის განცალკევება. არა უცხოებისგან, არა მტრებისგან, არამედ ზუსტად იმ ადამიანებისგან, რომლებმაც გაგზარდეს. და მას ასევე სჯეროდა, რომ ადამიანების უმეტესობა ამას ვერასდროს შეძლებს. არა იმიტომ, რომ გამბედაობა არ ყოფნით, არამედ იმიტომ, რომ თავად ოჯახის ინსტიტუტი თაობების განმავლობაში ისეა ფორმირებული, რომ ეს არ დაუშვას. შენს ოჯახურ სისტემაში ჩამალულია მექანიზმი, რომელსაც ფსიქოლოგთა უმეტესობა საჯაროდ არ ხსნის. ის მოქმედებს ენის, ლოგიკისა და სიყვარულის მიღმა. ამ ვიდეოს ბოლოს ზუსტად გეცოდინება, როგორ მუშაობს ის. მაშასე, დავიწყოთ. თავი პირველი, როლი, რომლის კასტინგზეც არასდროს გასულ ხარ. ყოველი ოჯახის სცენაა და ამ სცენაზე თითოეულ წევრს საკუთარი როლი აქვს მინიჭებული. შენ შენი როლი არ აგირჩევია. ის მანამდე მოგარგეს, სანამ ლაპარაკს ისწავლიდი, სანამ საკუთარი პრეფერენციები, შეხედულებები ან თვითშეგნება გაგიჩნდებოდა. ოჯახმა შემოგხედა, შეაფასა საკუთარი საჭიროებები და ხელში სცენარი მოგაჩეჩა. ზოგიერთი თქვენგანი დაამტკიცეს პასუხისგებლიანი ბავშვის როლში, საკრავდენად, რომელიც ყველაფერს ინარჩუნებს, რათა სხვებს ამის კეთება არ მოუწიოთ. ზოგს ერგო რთული ბავშვის, განტევების ვაცის როლი, მეხამრიდისა, რომელიც იზიდავს ყველა იმ გამოუთქნო დაძაბულობას, რომლის ერთმანეთთან განხილვისაც მშობლებს ასე ეშინიათ. ზოგიერთს კი უხილავი ბავშვის როლი შეხვდა, ვისი საქმეც ის იყო, რომ არაფერი მოეთხოვა, სივრცე არ დაეკავებინა და უბრალოდ პრობლემების არ შექმნით ოჯახის სტაბილურობის ილუზია შეენარჩუნებინა. იუნგი ამას პერსონას, ანუ ნიღაბს უწოდებდა. მაგრამ ოჯახის შიგნით ნიღაბი არ არის ის, რასაც უბრალოდ იკეთებ. ის სახეზე გაქვს მიდუღებული მანამ, სანამ ძულები ბოლომდე გაგიმაგრდება. და აი სად ხდება ეს ყველაფერი სასტიკი. როლს, რომელიც მოგანიჭეს, არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, თუ ვინ ხარ სინამდვილეში. სამაგეროდ მას აქვს პირდაპირი კავშირი იმასთან, თუ ვინ სჭირდებოდი შენს ოჯახს, რათა საკუთარი წონასწორობა შეენარჩუნებინა. დაფიქრდი ამაზე. შენი იდენტობა, ის, რასაც 10 წლეულების განმავლობაში იცავდი, თამაშობდი და რის გამოც იტანჯებოდი, არასდროს ყოფილა შენი. ეს იყო სტრუქტურული მოთხოვნილება, მზიდი კედელი სახლში, რომელმაც ბზარების გაჩენა შენს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ადრეული ფსიქოანალიტიკური ლიტერატურიდან არსებობს ერთი შემთხვევა, რომელიც ამას ქირურგიული სიზუსტით ასახავს. 1920-იანი წლების ვენაში ანალიტიკოსთან მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გადაწყვეტილების მიღების შიშით იყო პარალიზებული. მას არ შეეძლო კარიერის არჩევა, ვერ ინარჩუნებდა ურთიერთობებს და დამოუკიდებლად დედასთან დარეკვის გარეშე ერთი მარტივი ნაბიჯის გადადგმაც კი უჭირდა. ის 31 წლის იყო. ანალიტიკოსმა ამ პარალიზების ფესვები ოჯახურ კონსტელაციაში იპოვა. ახალგაზრდა კაცი იყო უფროსი ვაჟი იმ ქალისა, რომელიც ქმარმა ქორწინებიდან 3 წელიწადში ემოციურად მიატოვა. დედამ გაუცნობიერებლად შვილი ემოციურ შემცვლელად აქცია. არა საყვარლად, არამედ რაღაც უფრო ვერაგულად, მოწმედ. ადამიანად, ვისი მუდმივი სამუშაოც იყო საკმარისად ახლოს ყოფნა, რათა დედას საკუთარი მარტოობის სრული სიმძიმე არასდროს ეგზნა. ეს სინდრომი ჩვენს რეალობაშიც ძალიან კარგად გვეცნობა. ყოველ ჯერზე, როცა ვაჟი ცდილობდა ინდივიდუაციას, პაემანზე წასვლას, მოგზაურობას, სხვა ქალაქში მუშაობის დაწყებას, დედა კი არ ბრაზდებოდა. ის ბევრად ეფექტურ მეთოდს იყენებდა. ავად ხდებოდა. ეწყებოდა თავის ტკივილები, სისუსტე, გულის მისტიკური ფრიალი, რომელიც მაშინვე ქრებოდა, როგორც კი შვილი გეგმებს აუქმებდა და სახლში ბრუნდებოდა. ის აღარ იყო მისი შვილი, ის იყო დედის ორგანო, მისი ემოციური სხეულის ფუნქციური ნაწილი, რომლის გარეშეც ქალს გადარჩენა არ შეეძლო. მოგვიანებით იუნგი დაწერს, რომ ყველაზე საშიში ციხეები ისინია,
რომლებიც რკინის ნაცვლად სიყვარულით არის აშენებული. ეს შენი პირველი გამოფხიზლებაა. როლი, რომელსაც ოჯახში თამაშობ, სიყვარული არ არის. ეს არქიტექტურაა. და იმ წამს, როცა მის დემონტაჟს იწყებ, როცა ამბობ, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც თქვენ გონი ვართ, შენ ოჯახს კი არ უარყოფ, ანგრევ შენობას, რომელშიც ისინი მთელი ცხოვრება ცხოვრობდნენ. და ისინი აუცილებლად შეგებრძოლებიან. არა იმიტომ, რომ ბოროტები არიან, არამედ იმიტომ, რომ მათთვის შენი ზრდა მიწისძვრასავით არ იქნება. რაც ამ ყველაფერს განსაკუთრებით გამანადგურებელს ხდის, დროის სიზუსტეა. ვერაცნობიერებ, რომ როლს თამაშობდი, სანამ მასში 10 წლეულებს არ გაატარებ. 30, 40 ან მეტი წლის ასაკში, როცა იღვიძებ, როლი უკვე იდენტობად არის ქცეული. აღარ იცი სად მთავრდება პერფორმანსი და სად იწყები შენ. ნიღაბთან ისე ხარ შერწყმული, რომ მისი მოხსნა საკუთარი სახის აძრობას გავს. და ოჯახი? ოჯახით შეერწყა მას. ისინი ნიღაბს კი არ ხედავენ, ისინი შენ ხედავენ. როცა ეუბნები, ეს მე არ ვარ, ეს იგივეა, უთხრა, რომ ცამფერი შეიცროლა. მათ არ შეუძლიათ დაინახონ ის, რასაც შენ ხედავ. არც უნდათ რომ დაინახონ, რადგან ამის დანახვა იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ეს გალია მათი აშენებულია. სანამ ყველაზე ბნელ ნაწილზე გადავალთ, ერთი წამით შევჩერდეთ. თუ ხვდები, რომ ეს სიტყვები შენს შინაგან რეალობას აღწერს და გეხმარება გათავისუფლებაში, ახლავე გამოიწერე არხი და მოიწონე ეს ვიდეო. ეს ეხმარება მსგავსი თემების გავრცელებას მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. თავი მეორე. დანაშაულის გრძნობის მანქანა. ეხლა მივადექით რაღაც ბევრად უფრო ბნელს. რაღაცას, რასაც უმეტესობა ყოველდღიურად გრძნობს, მაგრამ მისთვის სახელი არასდროს დაურქმევია. დანაშაულის გრძნობას. არა იმ დანაშაულის გრძნობას, როცა რაღაცას აშავებ, ეგ სულ სხვა ფენომენია. არამედ იმას, რასაც გრძნობ, როცა საკუთარი თავისთვის კარგს აკეთებ და შენი ოჯახი ამას ღალატად აღიქვამს. მიიღე დაწინაურება, გადახვედი სხვა ქალაქში, დაიწყე თერაპია, დააწესე საზღვრები, უარი თქვი საოჯახო შეკრებაზე, დაქორწინდი იმაზე, ვინც მათ არ აურჩევიათ და ზეიმის ნაცვლად მიიღე სასჯელი. იმდენად შეუმჩნეველი სასჯელი, რომ წლები დაგჭირდა მის აღსაქმელად. ხანგრძლივი პაუზები ტელეფონზე, ცივი ტონი, წუხილით შენიღბული პასიური აგრესია. შეიცვალე. ალბათ, ეხლა ჩვენზე უკეთესი გონია თავი. იმედი არ დაგავიწყდება, ვინ გაგზარდა და საიდან მოდიხარ. შენს კულტურაში ეს ფრაზები შემთხვევითი რეპლიკები არ არის. ეს ზუსტი ინსტრუმენტებია. იუნგს ესმოდა, რომ დანაშაულის გრძნობა ყოველთვის მორალური სიგნალი არ არის. ზოგჯერ ეს არის ბავშვობაში დამონტაჟებული კონტროლის მექანიზმი, რომელიც იმ წამს აქტიურდება, როცა ოჯახური სისტემის პერიმეტრის გადაკვეთას ცდილობ. წარმოიდგინე ის, როგორც უხილავი ღობე ძაღლებისთვის. ეზო ღია ჩანს, არ არის კედელი, არ არის ჯაჭვი. ცხოველს გონია, რომ თავისუფალია, მაგრამ როგორც კი საზღვარს უახლოვდება, დენის დარტყმას იღებს. დროთა განმავლობაში ძაღლიც დასანებებს. ის ეზოს ცენტრში რჩება არა იმიტომ, რომ წასვლა არ შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ წასვლის ტკივილი მის ნერვულ სისტემაშია ჩაპროგრამებული. შენი ოჯახის დანაშაულის გრძნობაც ზუსტად ამ პრინციპით მუშაობს. და აი რა არის ყველაზე შემაშფოთებელი. ადამიანები, რომლებიც ამ დენის დარტყმას ახორციელებენ, ხშირად ვერც კი აცნობიერებენ ამას. დედა შენი ბნელ ოთახში არ ზის და არ გეგმავს, როგორ დაგაგნინოს. მამა შენი შეგნებულად არ აშენებს ციხეს. ისინი უბრალოდ იმეორებენ პროგრამას, რომელიც მათში საკუთარმა მშობლებმა დაამონტაჟეს. იმათში კი თავის მხრივ თავიანთმა მშობლებმა. იუნგი ამას ფსიქიკურ მემკვიდრეობას უწოდებდა. წინა თაობების მოუშუშებელი ჭრილობები, გადაუხარშავი რწმენები და დაუმუშავებელი გლოვა, რომელიც გადმოგეცემა არა საუბრით, არამედ ატმოსფეროთი. იმ სპეციფიკური ოხრით, რომელსაც დედა უშვებს, როცა შვილი საზღვარგარე წასვლას ახსენებს. იმ ზუსტი ინტონაციით, რომლითაც მამა ამბობს: კარგია, ამისთვის რომ გრჩება დრო. შენ საკუთარ დანაშაულის გრძნობას არ ატარებ. შენ ატარებ მთელი შენი საგვარეულოს დაგროვილ, შეკუმშულ, გაქვავებულ დანაშაულის გრძნობას, რომელმაც ვერასდროს ისწავლა, როგორ გაეშვა საკუთარი შვილები. და ყველაზე სასტიკი ის არის, რომ ეს მექანიზმი მუშაობს სწორედ იმიტომ, რომ კარგი ადამიანი ხარ. ეგოისტი შვილი ვერაფერს იგრძნობდა. ცივი შვილი მოტრიალდებოდა და უკან უხედავად წავიდოდა. მაგრამ შენ გრძნობ ამ მიზიდულობას. ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯისას გრძნობ, როგორ გიჭერს ნეკნებზე უხილავი ძაფი. და ამ მოჭერას განმარტავ ისე, თითქოს რაღაცას აშავებ. შენ არაფერს აშავებ. აკეთებ ზუსტად იმ ერთადერთ რამეს, რის ახსაკვეთადაც ეს სისტემა შეიქმნა. ჯოზეფ კემბელმა ეს პატერნი
დედამიწის ყველა მითოლოგიაში შეისწავლა. თითქმის ყველა გმირულ ნარატივში დაწყებული სითართა გაუტამათი, რომელმაც მამის სასახლეში უაღამისას დატოვა, დასრულებული ნებისმიერი ზღაპრით, სადაც უმცროსი შვილი სახლს ტოვებს ყველა აკრძალვის მიუხედავად, ოჯახისგან წასვლა არჩევითი არ არის. ეს სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბების წინაპირობაა. კემბელმა ამას განცალკევება უწოდა, გმირის მოგზაურობის პირველი ეტაპი. და მან შენიშნა რაღაც, რასაც კითხულთა უმეტესობა ყურადღებას არ აქცევს. ამ მითებში ოჯახი თითქმის ყოველთვის ცდილობს ხელი შეუშალოს გმირს წასვლაში. მამა კეტავს ჭიშკარს, დედა ტირის. სოფლის უხუცესები საზღვრებს მიღმა არსებულ ურჩხულებზე საუბრობენ. მესიჯი ყოველთვის ერთია. თუ წახვალ, რაღაც საშინელება მოხდება. მაგრამ ამბის ყველა ვერსიაში ნამდვილი ურჩხული ის არის, რაც გმირს დაემართება თუ ის სახლში დარჩება. თავი მესამე, სიყვარული, როგორც არქიტექტურა. არსებობს კლინიკური ტერმინი, რომელიც ტექნიკურად ჟღერს, მაგრამ აღწერს იმას, რაშიც მთელი ცხოვრება გიცხოვრიათ. შერწყმა, ანუ enmeshment, ემოციური საზღვრების მოშლა. შერწყმული ოჯახი ისეთი სისტემაა, სადაც ინდივიდუალურ წევრებს შორის საზღვრები გამქრალია, სადაც ერთი ადამიანის ემოციები ავტომატურად ხდება მეორის საგანგებო მდგომარეობა, სადაც არ შეგიძლია სიხარულის განცდა ისე, თუ არ შეამოწმე იწონებს თუ არა ამას დედა, სადაც არ შეგიძლია ტკივილის განცდა ისე, რომ მამამის არ გააოფასუროს. შერწყმულ ოჯახში სიყვარული თავისუფლად არ მიედინება. ის ცირკულირებს წნევის ქვეშ, როგორც სისხლი დახურულ სისტემაში. და სისტემა მოითხოვს, რომ სისხლის არც ერთი წვეთი არ დაიკარგოს. შენ იმდენ ხანს იყავი ამ სისტემაში, რომ ეს ნორმალურად გეჩვენება. გონია, რომ ეს სიყვარულია. გონია, რომ მახრჩობელა სიახლოვე, მზრუნველობად შენიღბული თვალთვალი და პირადი ფიქრის ქონის შეუძლებლობა დაკითხვის გარეშე, სწორედ ეს არის ოჯახი. ეს ასე არ არის. იუნგიანური აზროვნების ერთ-ერთი გამორჩეული მკვლევარი მიურეი სტაინი ამ დინამიკას გამყინავი სიცხადით აღწერს. ის წერს, რომ შერწყმულ ოჯახში ბავშვის ეგო სრულად არასდროს შორდება ოჯახის კოლექტიურ იდენტობას. ბავშვს არ უვითარდება მე, მას უვითარდება ჩვენ და შეცდომით მას საკუთარ თავს არქმევს. ყველა გადაწყვეტილება იფილტრება ოჯახის თანხმობით. ყოველი ემოცია მოწმდება ოჯახის კომფორტის დონის მიხედვით. ბავშვი იზრდება ზრდასრულ ადამიანად, რომელსაც შეუძლია სამყაროში ფუნქციონირება, მაგრამ ყველაზე ღრმა დონეზე არ იცის, სად მთავრდება ოჯახი და სად იწყება თავად. ეს სიახლოვე არ არის. ეს კოლონიზაცია. იუნგის ბავშვობაც შერწყმის ნგრევის გაკვეთილი იყო. დედამისი ემილია დეპრესიის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს, როცა ის მხოლოდ 3 წლის იყო. ქალი მისი ცხოვრებიდან გაფრთხილებისა და ახსნის გარეშე გაქრა. დაბრუნების შემდეგ ის არასტაბილური იყო. ერთ წამს თბილი, მეორე წამს კი ფსიქიკურად არ მყოფი. იუნგი მოგვიანებით წერდა, რომ ამ ადრეულმა რღვევამ მასში გააჩინა ღრმა და ხანგრძლივი ეჭვი, რომ სიტყვა სიყვარულს არ უნდა ენდო, რომ ეს იყო ალტუსკერიანი კონტეინერი. მამამისი, პროტესტანტი პასტორი, სულიერ სასოწარკვეთაში ჩაეფლო და ეჭიდებოდა რწმენას, რომლითაც აღარ ჯეროდა. ოჯახი პერფორმანსის თეატრად იქცა. ისინი თავს იჩვენებდნენ, თითქოს ფუნქციონირებდნენ, მაშინ როცა თითოეული წევრი ჩუმად იხჩობოდა. იუნგს ინდივიდუაცია მხოლოდ აკადემიურ თეორიად არ შეუსწავლია. მან თავად იცხოვრა მისი აუცილებლობით. საკუთარი გამოცდილების ძვლის ტვინით შეეგრძნო, რომ ოჯახს შეიძლება უყვარდე და მაინც იყოს ის, რაც ნამდვილ ადამიანად ჩამოყალიბებაში ხელს გიშლის. მარი ლუის ფონ ფრანცმა, იუნგის უახლოესმა თანამშრომელმა, 10 წლეულები მიუზუნა ზღაპრების ანალიზს ანალიტიკური ფსიქოლოგიის პრიზმაში. მან იპოვა იმდენად თანმიმდევრული პატერნი, რომ ეს დამთხვევა ვერ იქნებოდა. ძმები გრიმებიდან დაწყებული, სკანდინავიური თუ რუსული ფოლკლორით დამთავრებული, ბავშვი, რომელიც სახლში რჩება, მემკვიდრეობით ვერაფერს იღებს. ბავშვი კი, რომელიც მიდის, რომელიც ბნელ დღეს კვეთს, რომელიც მშობლის აკრძალვას არ ღვევს, სწორედ ის იღებს სამეფოს. ფონ ფრანცი ამტკიცებდა, რომ ეს ისტორიები გართობა არ არის. ეს არის ფსიქოლოგიური ინსტრუქციები, კოდირებული კოლექტიური არაცნობიერის მიერ საუკუნეების განმავლობაში, რომელიც ერთსა და იმავე გზავნილს იმეორებს. შენ უნდა წახვიდე. ოჯახი ვერ წაგიყვანს იქ, სადაც უნდა მიხვიდე. მაგრამ დააკვირდი და ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ზღაპრები არასდროს ამბობენ, რომ წასვლა უმტკივნეულოა. უმცროსი ვაჟი ზღურბთან ტირის, ქალიშვილი უკან, ქოხის განათებულ ფანჯარას უყურებს. წასვლა ყოველთვის გაჟგანთილია გლოვით, რადგან ტკივილი არ არის ოჯახისგან გამოყოფის თამდევი ეფექტი. ტკივილი თავად არის მექანიზმი, ზღურბლის მცველი. როცა იწვევს შეცვლას, ნამდვილად შეცვლას,
შენს ოჯახში რაღაც უცნაური ხდება. თავიდან ამას აიგნორებენ. შენს ახალ საზღვრებს, შენს ახალ ენასა და პოზას უყურებენ როგორც ფაზას, ტრენდს, რაღაცას, რაც წიგნიდან ან თერაპევტისგან აიკვიადე და რაც შემდეგ შობამდე გაგივლის. მაგრამ როცა არ გაგივლის, როცა აცნობიერებენ, რომ ცვლილება სტრუქტურულია და არა კოსმეტიკური, მათი რეაქცია მწვავდება. და ის მწვავდება ისეთი პროგნოზირებადი პატერნით, რომ კემბელმა მას სახელიც კი დაარქვა. ზღურბლის მცველი, ანუ threshold guardian. მითოლოგიაში ზღურბლის მცველი არის ფიგურა, რომელიც დგას საზღვართან ნაცნობ და უცნობ სამყაროებს შორის. მისი ამოცანა მარტივია: ხელი შეგიშალოს გადაკვეთაში, არა ძალით, არამედ შიშით, სირცხვილით, იმის ილუზიის შექმნით, რომ წასვლის ფასი დარჩენის ფასზე დიდია. შენს ოჯახში ზღურბლის მცველს იმ ადამიანის სახე აქვს, რომელიც გიყვარს. ეს შენი ძმაა, რომელსაც მოულოდნელად კრიზისი ეწყება ზუსტად იმ კვირაში, როცა სხვაგან გადასვლას აანონსებ. ეს დედა შენია, რომელიც ნათესავებს ეუბნება, რომ რაღაცა რთულ პერიოდს გადიხარ, რითაც შენს ზრდას არასტაბილურობად ნათლავს. ეს მამა შენია, რომელიც ზარმატებას ხვდება ისეთი დატვირთული სიჩუმით, რომელიც ნებისმიერ წინადადებაზე მეც ამბობს. ისინი ამას შენს გასანადგურებლად არ აკეთებენ. ისინი ამას აკეთებენ იმიტომ, რომ შენი ტრანსფორმაცია საფრთხეს უქმნის სისტემის ჰომეოსტაზს, ანუ წონასწორობას. შენი ცვლილება მიანიშნებს, რომ ცვლილება შესაძლებელია და თუ ეს შენთვის შესაძლებელია, მაშინ მათ საკუთარ თავს უნდა გკითხონ, თავად რატომ არასდროს შეიცვალნენ. ეს კითხვა იმდენად აშინებს და არყევს მათ, რომ ურჩევნიათ გადაწვან ხიდი, რომელსაც შენ აშენებ, ვიდრე საკუთარ რეალობას გაუსწორონ თვალი. სწორედ ამიტომ ერთიანდებიან ხშირად ოჯახები იმ ერთი წევრის წინააღმდეგ, რომელიც ვითარდება. ეს შეთქმულება კი არა, იმუნოლოგიაა. ოჯახური სისტემა შენს ინდივიდუაციას ისე ექცევა, როგორც სხეული უცხო ორგანოს. ის ამობილიზებს ყველა რესურსს მის უარსაყოფად. დანაშაულის გრძნობა, ჭორები, ფინანსური წნეხი, ემოციური დისტანცირება, შენი ისტორიის მოულოდნელი კოორდინირებული გადაწერა, სადაც შენ ხავლი გადაწერა, სადაც შენ ხდები უმადური, ამპარტავანი, ის, ვისაც გონია, რომ მათზე უკეთესია. შენ მათზე უკეთესი არ ხარ. შენ უბრალოდ აღარ ხარ თანახმა. იყო იმაზე ნაკლები ვიდრე ხარ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ კომფორტი შეინარჩუნონ. იუნგი წერდა, რომ ინდივიდუაცია მოითხოვს კოლექტიური იდენტობის მსხვერპლად შეწირვას. ის ამას მეტაფორულად არ ამბობდა. ის გულისხმობდა, რომ რათა გახდე ის, ვინც სინამდვილეში ხარ, მზად უნდა იყო გახდე ამოუცნობი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მხოლოდ შენს როლს იცნობდნენ და ისინი იგლოვებენ ამ როლს. იგლოვებენ შენს იმ ვერსიას, რომელიც მათთვის სასარგებლო იყო. გეტყვიან, მენატრება ის, ვინც იყავი. სინამდვილეში გიგულისხმობენ, მენატრება ის, ვინც იყავი ჩემთვის. აბრაამ ლინკოლნის ურთიერთობა მამამისთან, თომასთან, ამ დინამიკის ერთ-ერთი ყველაზე ჩუმად გამანადგურებელი მაგალითია ისტორიაში. თომას ლინკოლნი ჩვეულებრივი ფერმერი იყო, მოგზალებული ამბიციებისა და ხისტი მოლოდინების მქონე კაცი. აბრაამის სრულიად სხვა ფენომენი იყო, უჩვეულო სიღრმის გონება, ცოდნის ისეთი წყურვილით, რომელსაც მისი ოჯახი ვერც იგებდა და ვერც აკმაყოფილებდა. თომასი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა შვილის განათლებას. მან არაერთხელ გამოიყვანა აბრაამის სკოლიდან ფერმაში სამუშაოდ. ის ბიჭს მეზობლებზე აქირავებდა შავმუშად და ხელფას თავად იტოვებდა. როცა აბრაამი ცეცხლის შუქზე წიგნებს კითხულობდა, თომასი ამას გენიალურობის ნიშნად კი არ არიქომდა, არამედ შეურაცხყოფად, მდუმარე ბრალდებად იმისა, რომ თომასის აშენებული ცხოვრება არასაკმარისი იყო. აბრაამ ლინკოლნი წავიდა. ის გავიდა მამის სახლიდან და სრულად აღარასოდეს დაბრუნებულა. როცა თომასი კვდებოდა, აბრაამი მას არ წვევია. გაუგზავნა წერილი, მოკლე, თავაზიანი, მაგრამ უდავოდ საბოლოო. ბიოგრაფები გეტყვია, რომ ეს რთული იყო, რომ აქ ბევრი შრე არსებობდა, რომ ლინკოლნი ამ განშორების ტკივილს მთელი ცხოვრება ატარებდა და ზუსტად ეს არის მთავარი. მან ატარა ეს ტკივილი. მან არ მისცა მას უფლება გაეჩერებინა. მან აერჩია გახდომის, ანუ შემდგომი განვითარების გლოვა დარჩენის კომფორტის ნაცვლად. გაიგო, ალბათ იმ ტერმინების გარეშეც, რომლებსაც იუნგი მოგვიანებით შემოგთავაზებდა, რომ დარჩენა იმ ოჯახურ სისტემაში, რომელიც მის სრულ მასშტაბს ვერ იტევდა, იქნებოდა ფსიქოლოგიური თვითმკვლელობის ფორმა. იმაზე გამანადგურებელი, ვიდრე ნებისმიერი ბრძოლის ველი. ისტორიას ეს არ ახსოვს როგორც სისასტიკე. მას ეს ახსოვს როგორც ფასი, რომელიც აბრაამ ლინკოლნად გახდომას სჭირდებოდა. თავი მეოთხე, დღის მეორე მხარე. სად გამყოფებს ეს ყველაფერი ახლა? ზიხარ ტელეფონით ხელში, უყურებ SMS, რომელზე პასუხის გაცემაც არ გინდა. შიშითელი საოჯახო შეკრება, სადაც მოგიწევს საკუთარი თავის ძველი ვერსიის თამაში,
როგორც მსახიობს, რომელიც წლების წინ დატოვებულ როლს უბრუნდება. ფიქრობ, ხომ არ ნიშნავს ეს დისტანცია იმას, რომ შენში რაღაც გათხრა? ხომ არ ნიშნავს ეს დანაშაულის გზნობა იმას, რომ ცდები? შენ არ ცდები. იუნგმა ინდივიდუაციას ადამიანის არსებობის ცენტრალური ამოცანა უწოდა. არა კარიერას, არა სიმდიდრეს, არა რეპუტაციას. ინდივიდუაცია არის ნელი, მტკივნეული, წმინდა პროცესი იმ ადამიანად გახდომისა, ვინც იყავი მანამ, სანამ ოჯახი გეტყოდა, ვინ უნდა ყოფილიყავი. მაგრამ აი რა თქვა მან ასევე და ამ ნაწილს ინტერპრეტატორთა უმეტესობა ტოვებს. ინდივიდუაცია არ მოითხოვს მიტოვებას. ის მოითხოვს დიფერენციაციას, გამიჯვნას. არსებობს განსხვავება ოჯახის დატოვებასა და ოჯახის შიგნით საკუთარი თავის პოვნას შორის. ჭიპლარის გადაჭრასა და მის დაგრძელებას შორის, უარყოფასა და დამთავრებას შორის. ინდივიდუირებულ ადამიანს ოჯახი არ სძულს. ინდივიდუირებული ადამიანი ოჯახს ნათლად ხედავს, თავისი ყველა დამახინჯებით, მემკვიდრეობით მიღებული ჭრილობებით, მოუხერხებელი სიყვარულით და ირჩევს დარჩეს ურთიერთობაში მთლიანობის პოზიციიდან და არა ვალდებულებიდან, სუვერენულობიდან და არა მორჩილებიდან. შენ შეიძლება გიყვარდეს დედაშენი და მაინც უარი თქვა მისი მარტოობის ტარებაზე. შენ შეიძლება პატივს სცემდე მამაშენს და მაინც უარყო მისი დეფინიცია იმისა, თუ ვინ უნდა იყო. შეგიძლია მიხვიდე ვახშამზე და წამოხვიდე მაშინ, როცა შენი სხეული გეუბნება, რომ დროა. შეგიძლია უპასუხო ტელეფონს, თქვა მიყვარხარ და იცოდე, რომ ეს სიტყვა და არის მთელი რევოლუცია. ადამიანების უმეტესობა ანში ცხოვრობს. ან ლოიალური ვარ, ან თავისუფალი. ან ვეგუთნი მათ, ან ხვდები საკუთარი თავი. ან პატივს ვცემ მშობლებს, ან პატივს ვცემ ჩემს სიმართლეს. იუნგის მთელი ნაშრომი ამ ანის წინააღმდეგ იყო მიმართული. მან თქვა, რომ ფსიქიკა აგებულია საპირისპიროების ინტეგრაციაზე, სინათლე და ჩრდილი, მასკულინური და ფემინური, მიგუთნებულობა და ჩამოყალიბება. შენ არ ირჩევ ერთს, შენ იტევ ორივეს და ორივეს დატევის დაძაბულობა, უარი რომელიმე ექსტრემუმში გადავარდნაზე, არის ის, რაც მთლიანს ხდის. თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გამჭრიახი იუნგიანელი ანალიტიკოსი ჯეიმს ჰოლისი წერს, რომ ცხოვრების მეორე ნახევრის უდიდესი ამოცანა ბედნიერების პოვნა კი არა, აზრის პოვნაა. და აზრი მისი მტკიცებით მოითხოვს მზაობას, გაუცრუო იმედი იმ ადამიანებს, ვინც შენ ჩამოგაყალიბა. არა ჯინაზე, არამედ კომფორტზე, უფრო დიდი რამისადმი ერთგულების გამო, იმ ცხოვრებისადმი ერთგულების გამო, რომელიც რეალურად შენ გეკუთვნის. მაგრამ, და კარგად მომისმინე, ეს ინტეგრაცია ვერ მოხდება ძველი როლის შიგნიდან. ვერ მოახდენ ინდივიდუაცია, სანამ ჯერ კიდევ როლს თამაშობ. ვერ გახდები მთლიანი, სანამ თავს აჩვენებს სხვისი კომფორტისთვის შექმნილ ფრაგმენტად. დღე უნდა გადაკვეთო, ზღურბლი უნდა გადალახო, ძველი კანი უნდა გაიხადო და ეს გახდა სისხლს გამოიწვევს. და ადამიანებმა, რომლებსაც ძველ კანში უყვარდი, ახალში შეიძლება ვეღარ გიცნონ. სწორედ ეს არის ის ტკივილი, რომელზეც არავინ საუბრობს. არა ოჯახის დაკარგვის ტკივილი, არამედ იმის გაცნობიერების ტკივილი, რომ შენი ის ვერსია, რომელიც მათ უყვარდათ, საერთოდ არ იყავი შენ. იმის აღმოჩენის ტკივილი, რომ რასაც სიყვარულს ეძახდი, ქონდა პირობები, რომლებზეც არასდროს გითხრეს. ტკივილი ტყის მეორე მხარეს დგომის, სახლისკენ მოხედვის და ნათლად, საბოლოოდ შეუქცევადად იმის გაგების, რომ იქ ვეღარასდროს დაეტევი. მაგრამ ამასთან ერთად, ჰაერი მეორე მხარეს სხვანაირია. ის ფილტვებს ისე გივსებს, როგორც უკვე დაგავიცოდა, რომ შესაძლებელი იყო. ის სიმძიმე, რომელსაც ატარებდი, იმდენად მუდმივი სიმძიმე, რომ ის შენივე ჩონჩხი გეგონა, იხსნება. და პირველად დგები შენს ნამდვილ სიმაღლეზე. არა იმ სიმაღლეზე, რომლის ნებაც ოჯახმა დაგრთვა, არამედ შენს ნამდვილ სიმაღლეზე. და ამ სიმაღლიდან რაღაც მოულოდნელი ხდება. იხედები უკან იმ ადამიანებისკენ, რომლებიც შენს დაპატარავებას ცდილობდნენ და ბოროტ მოქმედებს კი აღახედავ. ხედავ ადამიანებს, რომლებიც თავადაც დაპატარავებულები ყავდათ. ადამიანებს, რომლებმაც მემკვიდრეობით მიიღეს სისტემა, რომელიც არასდროს ესმოდათ. ადამიანებს, რომლებსაც უყვარდი იმ ერთადერთ ენაზე, რომელიც ასწავლეს. ენაზე, რომლის გრამატიკაც კონტროლზე იყო აგებული. შენ მათ პირველად ხედავ სრულად. და ეს დანახვა, ეს გამანადგურებელი სიცხადე არის დასაწყისი იმ სიყვარულისა, რომელიც შეუძლებელი იყო ძველი მოწყობის პირობებში. სიყვარულისა, რომელიც არ ითხოვს შენს პერფორმანსს. სიყვარულისა, რომელიც არსებობს ორ მთლიან ადამიანს შორის და არა როლსა და მის დასამშვიდებლად შექმნილ აუდიტორიას შორის.
სიცოცხლის ბოლოს იუნგმა თქვა რაღაც, რასაც იშვიათად ციტირებენ. ცხოვრების უდიდესი პრივილეგია არის გახდე ის, ვინც სინამდვილეში ხარ. მას არ უთქვამს, რომ ეს ადვილი იქნებოდა. არ უთქვამს, რომ ეს უმტკივნეულო იქნებოდა. არ უთქვამს, რომ ხალხი, ვინც შენს წასვლას უყურებს, ამას გაიგებდა. მან თქვა, რომ ეს იყო პრივილეგია, რადგან ადამიანების უმეტესობა ისე კვდება, რომ ნიღაბი ისევ სახეზე უკეთია. და კითხვა, რომელიც რჩება, ის, რომელზე პასუხისგაცემაც მხოლოდ შენ შეგიძლია, ასეთია. შენს რომელ ვერსიას ეძლევა სიცოცხლის უფლება? იმას, რომელიც შენმა ოჯახმა ააშენა, თუ იმას, რომელიც მის ქვეშ არის დამარხული? ჯერ კიდევ სუნთქავს, ჯერ კიდევ ელოდება და ხელი მინაზე აქვს მიბჯენილი? ეს ხვალინდელი კითხვა არ არის. ეს კითხვა ზუსტად ეხლა დგას. და ის ფაქტი, რომ შენ ჯერ კიდევ აქ ხარ, რომ ეს სიტყვები სადღაც ღრმად ჩაგებეჭდა, უკვე არის შენი პასუხი. ალგორითმს და რეკლამის დამკვეთებს არ სურთ, რომ ეს კონტენტი შენამდე მოვიდეს. მათ სურთ, რომ ეს თემები გაუფასურდეს და დაიმალოს, რადგან ეშინიათ იმის, რაც ხდება, როცა ადამიანები ნათლად დანახვას იწყებენ. მე უარს ვამბობ ამ სიმართლის შერბილებაზე. ბოლომდე მივდივარ, მაგრამ ამის მარტო კეთება შეუძლებელია. მე არ გთავაზობ ფარულ დახურულ ვიდეოებს ან დამატებით სერვისებს პატრეონზე. ჩემი მიზანია ეს ცოდნა ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომი დარჩეს აქ, საჯარო სივრცეში. მაგრამ ამ არხის გადარჩენა, ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნება მხოლოდ შენი თანადგომითაა შესაძლებელი. თუ ეს სიტყვები შენში რეზონირებს, თუ თვლი, რომ ამ საქმეს მხარდაჭერა სჭირდება, გადადი აღწერაში მითითებულ ბმულზე და გახდი არხის მხარდამჭერი პატრეონზე. ადამიანების უმეტესობა ახლა ამ ვიდეოს გამორთავს, გადაახვევს და ისევ დაიძინებს. შენ არ ხარ უმეტესობა. შეგვხვდებით ჭრილში.